1918-1921 წლების საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა ერთ საგამოფენო სივრცეში. იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური მასალები ბათუმში გამოიფინა. იშვიათ დოკუმენტურ მასალებთან ერთად დამთვალიერებელმა დღეს პირველად ნახა ერთა ლიგაში საქართველოს ელჩის ხარიტონ შავიშვილის საარქივო მასალა. ამ დრომდე დოკუმენტაცია ჟენევაში იყო დაცული და იუსტიციის მინისტრის ინიციატივით საქართველოში პირველად ჩამოიტანეს. გამოფენა მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ექსპოზიცია თბილისის გალერეაში 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. გვინდოდა რომ თბილისის, თელავის, ქუთაისის მერე ბათუმში ჩამოსულიყო ბოლოს, როგორც ბოლო დანიშნულების და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი და ბათუმელებს აჭარაში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონოდა გაეცნოს უნიკალურ მასალებს, მათ შორის ხარიტონ შავიშვილის არქივს, რომელიც პირველი და უკანასკნელი ელჩი იყო ერთა ლიგაში და რომლის არქივიც ჩვენ შარშან ჟენევიდან ჩამოვიტანეთ, აქ არის პირველად გამოფენილი. ძალიან მიხარია, რომ ბათუმელებს ეს შესაძლებლობა ეძლევათ და დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ გამოფენის დათვალიერებაში მონაწილეობას.